Thank you very much. Thank you. But not this one, obviously. ძალიან საოცრად მეგობრული შეხვედრა იყო, ძალიან სასიამოვნო. პოლონეთი, რა თქმა უნდა, ეს სიურპრიზი არ იყო, რომ საქართველოს მხარდამჭერია და აქტიური მეგობარი, მაგრამ მაინც ხოლმე გაგაკვირვებს მეგობრული განწყობა და მხარდაჭერის სურვილი. მე ვფიქრობ, ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ მივიღეთ პირობა კონკრეტული ხაზგასმით, რომ იმ მიმართულებებში, სადაც ჩვენ პოლონელების მხარდაჭერას ველოდებით, შემდეგი დღეების განმავლობაში პრაქტიკულად ყველა საკითხი გადაწყდება და ველსის პაკეტის ფარგლებში პოლონეთი ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გახდება. საქართველოს დასახმარებლად, ასევე ჩვენს სამხედრო ძალებთან ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით სრულზადყოფნას გამოხატავენ, რომ გაიზარდოს მოცულობა ამ დახმარების და ამავდროულად, რაც ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ნატოს მიმართულებით მეგობრობის გამრავლების და მხარდამჭერების გამრავლების ნაწილში, ჩვენ პოლონელი თავდაცვის მინისტრისგან მივიღეთ პირობა, რომ პოლონეთი რა თქმა უნდა რჩება საქართველოს მხარდამჭერად და ისინი მინისტერიალზე, იქ სადაც მხოლოდ წევრები მონაწილეობენ, მუდმივად საქართველოს აგენტს დააყენებენ.